მეგობრებო, სამ მთავარზე გადავალთ, ძალიან გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რადგან აქ ქართული სული და ნამდვილი ჩხუბების გარჩევა გელოდებათ ყოველდღე. ახლა კი დავიწყოთ. UFC-ს სამყაროში ისეთი ამბები ტრიალებს, რომ მეზობლის ვენახში შეპარული კაცივით აჟიტირებული ვარ. ჩვენი კოლბი კოვინგტონი ხომ იცით? კაცი, რომელიც იმაზე მეც ლაპარაკობს, ვიდრე ჭავს. ხო და ამჯერად ჩვენს მატადორზე ილია თოფურიაზე ატეხა ერთი ამბავი. კოლბიმ გადაწყვიტა, რომ წინასწარმეტყველის მანტია მოირგოს და ჯასტინ გეიჯის მომავალი დაგვიხადა. თანაც ისეთი ფერებით, რომ გეიჯის ადგილას ალბათ უკვე კბილის ექიმთან ჩავეწერებოდი წინასწარ. კოლბი ამბობს, რომ ილიასა და ჯასტინის ბრძოლა 1 წუთსაც კი ვერ გასტანს. წარმოგიდგენიათ, 1 წუთში ხინკლის მოხვევას ვერ ასწრებს კაცი და კოლბი ამბობს, ოქტაგონზე ყველაფერი დამთავრდებაო. გეიჯი კი დგას თავისთვის, 37 წლისაა, გამოცდილი მგელია. ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი, ოლივეირა, ეს ხალხი ისე დაალაგა ნაკაუტებში, როგორც დიასახლისი ალაგებს ქილებს ზამთრისთვის. ილიას დარტყმაში იმდენი ძალაა, რამდენიც კახურ ღვინოში. ერთი მოხვდება და მეორე დღემდე ვერ იგებს სათხარ. მისი ტაიმინგი და სიმშვიდე კი ისეთია, თითქოს ოქტაგონზე კი არ ჩხუბობდეს, არამედ საკუთარ ეზოში ყავას სვამდეს. რობერტ ვიტეკერიც კი, რომელიც ისეთივე მშვიდია, როგორც მცხეთაში არაგვი, ამბობს, ილიას სტრაიკინგი სხვა დონეა, მეგობრებო. მისი თქმით, ილია იმდენად წინ არის ყველაზე, რომ გეიჯის ბანკას დიდი ფიქრი დასჭირდება თუ საერთოდ სურთ, რომ ეს ბრძოლა კონკურენტული გამოდგეს. კიდევ ერთი ხუმრობა. იცით, რატომ არ ეპატიჟებიან ილიას ქორწილში? იმიტომ, რომ გორკის ძახილზე შეიძლება ვინმეს რეფლექსურად ლოუ-კიკის ტიცოს და თამადა ჰოსპიტალში აღმოჩნდეს. ჩვენი ბრაზილიელი ჩარლი ოლივეირა კი, რომელსაც ორივესთან უჩხუბია, ცოტა სხვანაირად უყურებს საქმეს. ის ამბობს, რომ ეს იქნება ბრძოლა, სადაც თვალის დახმამღემაც არ შეიძლება. ჯასტინს გეგმა ბ არ გააჩნია. ის უბრალოდ მოდის და გირტყავს, ამბობს ჩარლი. მაგრამ ილიასთან ეგ უბრალოდ მოსვლა შეიძლება პირდაპირ იატაკზე დაძინებით დამთურდეს. აბა თქვენ რას ფიქრობთ? მართლა 1 წუთში დაასრულებს ილია ამ საქმეს, თუ ჯასტინი თავის ცნობილ ომს გაუმართავს? დაწერეთ კომენტარებში. ოღონდ ისე არა, როგორც მეზობელზე რომ ჭორაობთ, არამედ არგუმენტირულად. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, რომ ამ ნაწილის ბოლოს თქვენი აზრი კომენტარებში დატოვოთ, რადგან თქვენი აქტიურობა ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მებრძოლისთვის კარგი სეკუნდანტი. ახლა კი გავაგზავნოთ ჩვენი გარჩევა. იცით რა არის ყველაზე საინტერესო? ის, რომ ილია თოფურიამ UFC-ში ახალი სტანდარტი დააწესა. ადრე თუ ხალხი ფიქრობდა, რომ ევროპელი მებრძოლები მხოლოდ ჭიდაობაში ან მხოლოდ კრივში იყვნენ ძლიერები, ილია მაჩვენა, რომ ქართველს შეუძლია ყველაფერი, თანაც იდეალურად. მისი სტილი არ არის უბრალოდ ჩხუბი, ეს არის მათემატიკური სიზუსტით გათვლილი ნადირობა. რობერტ ვიტეკერმა რომ თქვა, ილია სხვა დონეზეაო, ტყუილად კი არ უთქვამს. როცა უყურებ, როგორ მოძრაობს ილია, ხვდები, რომ მისი ყოველი ნაბიჯი მახეა. გეიჯი კი თავისი ხორცსაკეპის სტილით შეიძლება ზუსტად ამ მახეში გაებას. ჯასტინი ხომ ის ტიპია 90 კილოიან გურსს რომ დაარტყამ თავში და მაინც წინ მოდის, იმიტომ რომ დაავიწყდა, რატომ დაიწყო ჩხუბი. მაგრამ ილიასთან ეგ დავიწყება არ გამოვა. აქ ერთი შეცდომა და ღამენებისა ჯასტინ. პატარა ხუმრობა. ჯასტინ გეიჯის იმდენი დარტყმა აქვს თავში მიღებული, რომ ალბათ სახლის გასაღებს მაცივარში ეძებს და ტელეფონს ფეხსაცმლით პასუხობს. მისი ტვინი ახლა უფრო მეტად გავს 10 ქვეფილ კვერცხს, ვიდრე სააზროვნო ორგანოს. მაგრამ მაინც ჯიუტად უნდა ოქტაგონზე დგომა. ნამდვილი აჭარული ხასიათი აქვს ამ ამერიკელს, ოღონდ ცოტა დაგვიანებული რეაქციებით. ილიას კიდევ ერთი პლუსი მისი ჭიდაობა და ჯიუჯიცუა. ხალხს ხშირად ავიწყდება, რომ ილია სანამ ხალხს აძინებდეს, ის მანამდე ყველას ყვანძავდა. თუ გეიჯი გადაწყვეტს, რომ ფეხებში შეუვარდეს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც. იქ მას ისეთი სუპლექსი ელოდება, რომ შეიძლება ჰაერშივე ინანოს UFC-ში მოსვლა. ჩარლს ოლივეირას კომენტარს თუ დაუბრუნდებით, ის ამბობს, რომ ეს იქნება 50-50-ზე ბრძოლა. ჩარლი, გვიყვარ ხარ, პატივს გცემთ, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, ილიამ შენც კი ისე მოგიგო, რომ ბევრს კითხვები არ დარჩენია. ქართველების სისხლშია ეს, თუ რამეს ხელს მოუკიდებთ, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. კიდევ ერთი ხუმრობა. იცით რატომ არაგებს ილია თოფურია? იმიტომ რომ საქართველოში თუ დაბრუნდა წაგებული, ბებიამისი ისეთ შამპუნს მოუღერებს, რომ ვოლკანოვსკის დარტყმები ბავშვურ თამაშად მოეჩვენება. ჩვენთან წაგება არ მოსულა, მით უმეტეს როცა მთელი ერი გიყურებს. საბოლოო ჯამში რას ვხედავთ? გვაქვს ორი სცენარი.
ილია პირველივე წუთზე პოულობს გეიჯის ღია კარს და აპერკოტით აცილებს ორბიტაზე, გეიჯი ახერხებს თავისი ცნობილი ლოუ-კიკებით ნილიას შენელებას და ბრძოლა გადადის 5 რაუნდურ სისხლიან სასაკლეოში. მაგრამ სიმართლე რომ თქვათ, ილიას ტექნიკა იმდენად დახვეწილია, რომ გეიჯის სტილი მისთვის ღიაწინინია. ჯასტინი წინ მოდის, იხსნება, ილია კი სნაიპერივით ელოდება. სნაიპერს კი, როგორც ვიცით, 2 ტყვია არ ჭირდება. და ბოლოს, ერთი კითხვა თქვენთან. თქვენი აზრით, თუ ილია გეიჯსაც ასე ადვილად დაამარცხებს, ვინ დარჩება დივიზიონში, ვინც მას რეალურ წინააღმდეგობას გაუწევს? იქნებ ისევ ისლამ მახაჩევი? დაწერეთ თქვენი ვერსიები. ყველას წავიკითხავთ და საუკეთესოებს შემდეგ ვიდეოშიც განვიხილავთ. შემდეგ შეხვედრამდე ნამდვილ გულშემატკივრებო. არ დაგავიწყდეთ ლაიქი, კომენტარი და ის, რომ ქართველებს ოქტაგონზე ბადალი არ ყავთ. მეგობრებო, სანამ ამ ეკვადორელ ბულდოზერზე გადავალთ, მინდა გთხოვოთ, რომ დაწეროთ თქვენი აზრი კომენტარებში. ვიცი ზემოთ გითხარით არქნათ მეთქი, მაგრამ მე ხომ ნამდვილი სცენარისტი ვარ. ჩემი ნდობა როგორ შეიძლება. თქვენი სიტყვა ჩვენთვის კანონია. ახლა კი ყური მიგდეთ. ეკვადორიდან ერთი ბიჭი გამოჩნდა, მაიკელ მორალესი, რომელიც ისე ლაპარაკობს ისლამ მახაჩევზე, თითქოს ისლამი მისი მეზობელი იყოს, რომელმაც ვენახიდან ყურძენი მოხპარა. ეს 26 წლის ბიჭი, რომელიც ახლა ქვესაშუალო წონის ტოპეულში ტრიალებს, ამბობს, რომ არავითარი განსაკუთრებული პატივისცემა ისლამის მიმართ არ გააჩნია. ისლამი ღმერთი კი არა, ჩვეულებრივი მოკვდავიაო, აცხადებს მორალესი. წარმოგიდგენიათ? კაცი, რომელმაც ნახევარი UFC დააძინა და ხაბიბის მერე ტახტზე ზის, მორალესისთვის უბრალოდ სამიზნეა. მორალესმა პირდაპირ თქვა: მე მას პატივს არ ვცემ როგორც კერპს. ის სპორტსმენია, მეც სპორტსმენი ვარ. ის ადამიანია, მეც ადამიანი ვარ. მასაც ისეთივე წითელი სისხლი აქვს, როგორიც მეო. აი ამას ქვია თავდაჯერებულობა. ეს ის მომენტია, როცა სოფლის ბირჟაზე ყველაზე ღონიერ ბიჭს ეუბნები, შენსკენ როდის გამოვიარო, რომ ცოტა წაგეთამაშოო. პატარა ხუმრობა. მორალესი ისეთი თავდაჯერებულია, მგონი სარკეში რომ იხედება, საკუთარ ანარეკლს ეუბნება, დღეს შენს კამარს წავიღებო. ეკვადორში ალბათ საუზმეზე რკინის ლურსმნებს ჭამენ და ზედ ბენზინს აყოლებენ, თორემ სხვა ახსნა ამ სიმამცეს არა აქვს. ისლამთან ჩხუბი ხომ ისეთივია, როგორიც დათვთან ჭიდაობა. შეიძლება მოუგო, მაგრამ ნაკაცრების გარეშე მაინც ვერ გამოხვალ. მორალესი ამბობს, რომ ისლამის ლეგენდა და ისტორია მხოლოდ ისლამს ეკუთვნის და მას ეს საერთოდ არ აინტერესებს. მე ჩემი გზა მაქვს, ჩემი ოფლი და ჩემი შრომაო. მას უნდა, რომ კამარი წაართვას ნებისმიერს, ვინც გზაზე დაუდგება. იქნება ეს მახაჩევი თუ ვინმე სხვა, მორალესისთვის სულ ერთია. მისი მიზანია ნოკაუტი და კამრით ხელში ოქტაგონიდან გამოსვლა. იცით რა არის აქ მთავარი? მორალესი არ არის ის ტიპიური მებრძოლი, რომელიც ჩხუბამდე მეტოქეს ავტოგრაფს თხოვს. ის მოდის იმისთვის, რომ დაანგრიოს. მისი სტილი აგრესიულია. მისი დარტყმა მძიმე, როგორც 5 კილოგრამიანი ურო. როცა ასეთი ახალგაზრდა და მშიერი მებრძოლი ამბობს, რომ ისლამს კოსმოსში გაუშვებს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ქვესაშუალო წონაში სერიოზული ხარიშხალი მზადდება. კიდევ ერთი ხუმრობა. ისლამ მახაჩევს, რომ მორალესის ეს ინტერვიუ წააკითხონ, ალბათ ისე გაუკვირდება, რომ დაღესტუნურ ჩაის გადაისცება. ვინ არისაო ეს ეკვადორელი, რომ ჩემს სისხლზე ლაპარაკობს? კოღო ხომ არ არისო, იკითხავს ალბათ. მაგრამ მორალესი კოღოზე მეტად უფრო იმ დიდ ბძიკს ხავს, რომელიც თუ გიკბინა, მერე მთელი კვირა სიცხე გაძლებს. მორალესი პირდაპირ აცხადებს: მე არ მაინტერესებს ვინ იქნება ჩემ წინ. მე მინდა კამარი. მინდა რომ ხალხმა დაინახოს, როგორ ვამთავრებ ჩხუბს ნოკაუტით. აი ეს არის ნამდვილი მებრძოლის მენტალიტეტი. საქართველოში რომ იყოს, ვიტყოდით ნამდვილი ხევიდან ამოსული ბიჭიაო. თუმცა მოდით რეალობასაც შევხედოთ. ისლამი ისეთი მებრძოლია, რომელსაც სტრატეგია იმაზე მეტი აქვს, ვიდრე ჭადრაკის დიდოსტატეს. მორალეს მოუწევს არა მხოლოდ მუშტების ქნევა, არამედ იმის გათვლა, როგორ არ აღმოჩნდეს იატაკზე ისე სწრაფად, რომ ეკვადორული ჰიმნის დამღერებას ვერ მოასწროს. და ბოლოს, მეგობრებო, ეს იყო ჩვენი დღევანდელი მიმოხილვა. ილია ტოფურიადან მორალესამდე. UFC-ში ისეთი ამბებია, რომ დასაძინებლად წასვლა აღარ გინდათ კაცს. თქვენ რას ფიქრობთ? აქვს მორალეს შანსი ისლამის წინააღმდეგ, თუ ეს უბრალოდ ახალგაზრდული ამბიციაა? დაწერეთ კომენტარებში, ოღონდ არ დაიხოცოთ ერთმანეთი. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით. შემდეგ ვიდეომდე, სადაც კიდევ უფრო მეტ ცეცხლს დავანთებთ. არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი, თორემ მერე მენუ მომთხოვეთ პასუხს თუ ყველაზე მაგარი ამბები გამოგეპარათ.